პროევროპული აქციების მონაწილე პატიმრობაში მყოფი არტემ გრიბული შიმშილობას იწყებს. ადვოკატ დარია სიმოდუროვას ინფორმაციით გრიბულმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მედიით გაიგო, რომ აქციების კიდევ ერთი მონაწილე ანასტასია ზინოვკინა ციხეში არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლია. ადვოკატის თქმით, არტემ გრიბული ითხოვს გამოვლინდეს ყველა ნომერ მეხუთე პენიტენციურ დაწესებულების ის თანამშრომელი, რომელიც არაადამიანურად ემყრობოდა ანასტასია ზინოვკინას. ყველა დამნაშავე გათავისუფლდეს სამსახურიდან და დაისაჯოს. 30 ოქტომბერს ანასტასია ზინოვკინას ნაცნობმა ალიონა ზაიცევამ პატიმართან სატელეფონო საუბრის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. როგორც ზინოვკინა მეგობარს უთხრა, მას ზურგის ტკივილები აქვს, თუმცა ციხეში შესაბამის სამედიცინო დახმარებას არ უწევენ. ანასტასიას აქვს სერიოზული ზურგის პრობლემა. მას რეგულარულად აძლევენ ტკივილ გამაყუჩებლებს, მაგრამ რეალურ მკურნალობას არ იღებს. ის ითხოვდა ორთოპედიულ მატრასს და ბალიშს. თავიდან დაჰპირდნენ, შემდეგ უარი უთხრეს. გუშინ მისი მდგომარეობა დამძიმდა. დილით ექიმმა გაუკეთა ნემსი. 12 საათსა და 30 წუთზე ზურგი ისე დაიჭიმა, რომ აღარ შეეძლო ადგომა ან მოძრაობა. ის 8 საათის განმავლობაში ყვიროდა და ითხოვდა დახმარებას, მაგრამ არავინ შევიდა. ანასტასია იმყოფება ერთადგილიან საკანში, რაც ნიშნავს, რომ არავინ ჰყავდა, ვინც დაეხმარებოდა. დარაჯებმა მხოლოდ სარკმელიდან უთხრეს, რომ ვერაფერს უზამენ. გუშინ იყო აბაზანის დღე. დარაჯებმა ჩაწერეს, თითქოს ის აბაზანაზე თვითონ უარს ამბობდა. რეალურად კი მას უბრალოდ ვერ შეეძლო ადგომა. ის 8 საათის განმავლობაში იწვა იატაკზე. ვერც ტუალეტამდე მივიდა. 21 საათზე შევიდა მეტდა. პამპერსი ესროლა და წავიდა. ანასტასიამ სცადა ადგომა რომ აეცვა, მაგრამ დავარდა იატაკზე და შუაღამემდე ასე იწვა. ღამის 12 საათზე შევიდნენ თანამშრომლები და დააწვინეს საწოლზე. დოკუმენტში ჩაწერეს, რომ ღამის გადათვლაზე გარკვეული მიზეზით არ გამოცხადდა. დილით 6 საათზე ანასტასიამ შეძლო ტუალეტამდე მიცრომა. დაკუწული ქსოვილით თვითონ მოიმზადა კორსეტი და დარეკა, რათა ეს ყველაფერი მოეყოლა. პროევროპული აქციების მონაწილე ანასტასია ზინოვკინა და არტემ გრიბული 2024 წლის 17 დეკემბერს თბილისში დააკავეს. მას ბრალდების მხარე დიდი ოდენობით ნარკოტიკის შეძენა შენახვას ედავებოდა. 12 სექტემბერს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა მათ 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ზინოვკინა და გრიბული ბრალს არ აღიარებენ და ამბობენ, რომ პოლიცია მათ ნარკოტიკი ჩაუდო.